გამარჯობათ ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის. მოსწოხართ თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. ნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი პირველ რიგში. ვიხართ თქვენ, რათა გაიგოთ ეს ვიდეო რეზონირებს თუ არა თქვენთან. ვიხართ თქვენ. და ვინ არის თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ? თქვენ ხართ ძალიან ენერგიული, მაღალი ტემპერამენტის, ქარიზმატული, ფიზიკურად ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, შემდგარი ადამიანი. შემდგარში გულისხმობ რას? თქვენ კარიერაც, თქვენი სტატუსიც, თქვენი გარეგნობაც, ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ კარგი, ასე ვთქვათ, რეპუტაცია ხალხში, შეიძლება ითქვას. ხართ ძლიერი ძალიან ამ არკანების მიხედვით. 2 უმაღლესი არკანი ამოვიდა, 3 არკანიდან 2 უმაღლესი არკანია. ძალიან ძლიერი ხართ ხასიათით. თუმცა ამ მომენტში რაღაცით ხართ უკმაყოფილო, რადგან გსურთ მეტი. რაღაც, ასე ვთქვათ, არის თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რაც არ მოგწონთ, ანუ გსურთ უფრო მეტი და იმსახურებთ კიდეც. კარგით, თქვენი ადამიანი შეიძლება ითქვას რაღაც ცოტა სტრესულ მდგომარეობაშია, მას უწევს არჩევანის გაკეთება, თუმცა ამ ეტაპზე თითქოს ისე ჩანს, რომ მას ეს არ სურს. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს ძალიან ბევრს. თქვენი ადამიანი. შეიძლება მას მოულოდნელად ეწვია სიყვარული და ეს არ მოსწონს. ამ რაღაც სიყვარულსა და სამსახურს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი და ფიქრობს, ასე ვთქვათ, არ მოწონს, უფრო არა ფიქრობს, აი როგორ გადაანაწილოს დრო შეიძლება ამაზე. დაახლოებით ასეა. ვისთანაც დაემთხვა და ვისაც გეცნოთ სიტუაცია, განაგრძეთ ძვირფასებო. ვისთანაც სრულიად სხვა მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენთვის. რა გაკავშირებთ ამჟამად ახლა თქვენ და თქვენს ადამიანს, ვინც ჩაიფიქრეთ, ნახოთ. თქვენ გაკავშირებთ საერთო რა, რომ დისტანცირდებით ხალხისგან, შესაძლებელია დროებით დისტანცირებას ირჩევთ დაუშვათ სასიყვარულო ურთიერთობებშიც, რაღაც მოქმედებებში. ამ მომენტში არჩევთ, რომ შეჩერდეთ და დაელოდოთ თქვენს მომენტს. ისიც ასე არის და თქვენც. ასევე აქ არის საერთო რაღაც ფინანსური საკითხები, შესაძლებელია იყოს ერთმანეთის მსგავსი, ასე ვთქვათ. თუმცა სასიყვარულო რომანტიკულ ურთიერთობაში ორივეს გირჩევნიათ ამ მომენტში სტაგნაცია. თითქოს აი ეს არის საერთო. თუ ეს ადამიანი თქვენი უკვე დიდი ხნის ნაცნობია, დიდხნიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, მაშინ ურთიერთობაში არის დისტანცია, კომუნიკაცია ამჟამად თითქმის არ არის თქვენ შორის. თუ ახალგაცნობილია, ჯერჯერობით არ ჩქარობს ნაბიჯის გადმოდგმას და თქვენც არაფერს არ აკეთებთ ამისთვის. დაახლოებით ეს არის საერთო. კარგით, მოსწოხართ თქვენ ადამიანს, დავსვათ მთავარი კითხვა. მოსწოხართ თქვენ ამ ადამიანს? ძალიან მოსწოხართ ძვირფასებო, ნახეთ. ეს არის თასების პაჟი. რა თქმა უნდა, ძალიან მოსწოხართ. აი გიზგიზებს ცეცხლი უკიდია, ესე მოსწოხართ და მას სურს, რომ ეს ურთიერთობა გადაიყვანოს შემდეგ ეტაპზე. ანუ რაც ახლა ხდება, რაც ჩვენ ნახეთ, რაღაც სტაგნაცია როა თქვენს ურთიერთობაში, მას ეს არ მოსწონს და სურს, რომ გადაიყვანოს, ოღონდ ლამაზად და ელეგანტურად და ამავე დროს სწრაფად. სურს, რომ გადაიყვანოს მომდევნო ეტაპზე.
ძალიან კარგი. კარგით, ნახოთ, რას ფიქრობ ზოგადად თქვენზე, როგორი ადამიანი გონი ხართ მას, როგორ ადამიანად გხედავთ ის. ესე იგი, პირველ რიგში თქვენ ხართ კომფორტში, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გაქვთ მაღალი ინტელექტი, მოწესრიგებული ყველაფერი, თქვენ გავლილი გაქვთ რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება, გაკვეთილები, ჩაბარებული გაქვთ, ასე ვთქვათ, ტესტირება ჩაბარებული გაქვთ და თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ ხართ სანიმუშო ყველაფერში, ჩაცმულობაში, ქცევაში, საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, როგორ წარმოაჩენთ თავს, ამაში და საერთოდ ყველაფერში თქვენ ხართ სანიმუშო მისთვის. თქვენი საუბარი, თქვენი, თუ სადმე მოусმენი ამას თქვენი საუბარი, ან თუ სადმე, ასე ვთქვათ, თქვენ თავს წარმოაჩენთ, ის გხედავთ და ფიქრობს, რომ აი ეს ადამიანი არის ღირსეული, ეს ადამიანი არის ის, ვინც საკუთარ თავთან კომფორტშია. ასეთ ადამიანად წარმოუდგენი ხართ. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე, ნახოთ ზოგადად, რას ფიქრობს, თქვენ ხართ მიუწვდომელი ამავდროულად მისთვის, რატომღაც ხართ მიუწვდომელი. კიდევ იმითი, რომ თქვენ მიუწვდომელი ხართ, თითქოს მას აიძულებთ თქვენ დაუნებურად, რომ მოიქცეს არაადეკვატურად, რათა, ასე ვთქვათ, თქვენ გააკეთოთ არჩევანი მის სასარგებლოდ. ის თვლის, რომ შეიძლება ვინმე არსებობს თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ კონკურენცია რო დაამარცხოს, ასე ვთქვათ, მას სჭირდება რაღაც არაადეკვატური ქცევა, რომ იქცეს თქვენი ყურადღება. ამ არკანების მიხედვით და მოდი ვნახოთ, ის მართლა თვლის, რომ თქვენ ყავთ უკვე პარტნიორი, სასიყვარულო. იცით როგორ არის? ზუსტად მან არ იცის, თუმცა იცის, რომ არის ვიღაც თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელია მასთან ყველაფერი დაასრულებული გაქვთ თქვენ უკვე, დიდი ხანია, თუმცა ის არ არის არწმუნებული, შეიძლება ფიქრობს ის, ორიანი პენტაკლის მიხედვით, შესაძლებელია ვინმე იყოს თქვენ ცხოვრებაში, შესაძლებელია, თუმცა მისთვის ეს არ არის ბარიერი, იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ თქვენ არ ხართ შეყვარებული ვინმესე, ასე ვთქვათ. რატომ? იმიტომ რომ დასრულებულია ეს ურთიერთობა, ან ურთიერთობები, რაც გქონიათ თქვენ აქამდე, დასრულებულია მისი აზრით. რა თქმა უნდა, არ დავსვამე იმ კითხვას, ნამდვილად ასე არის ეს თუ არა. თუმცა თვითონ თუ მოიაზრებს მის თავს, დაუშვათ თქვენი ყოფილი თუ არის ეს, მას მიაჩნია, რომ ურთიერთობა არ არის მასთან დასრულებული, ურთიერთობა გადის ტრანსფორმაციას, აი ამ არკანის მიხედვით, მე-13 უმაღლესი არკანის, მას მიაჩნია, რომ ეს არის ტრანსფორმაცია თქვენ ორის ცხოვრებაში და თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი და თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ გრძნობა მის მიმართ. უბრალოდ რატომღაც ამ ეტაპზე გგონიათ, რომ ურთიერთობა დასრულებულია. რეალურად ეს არის ტრანსფორმაცია. ახალ ადამიანს ეს არ ეხება, ადამიანი, რომელიც კარგად არ გიცნობ, ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენ დაასრულეთ ძველი ურთიერთობები. კარგით, რჩევა ვნახოთ თქვენთვის ამ ადამიანთან და ამაზე დავასრულოთ. თქვენ ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება. ამ ეტაპზე რატომღაც საჭიროა მარტოობაში, ასე ვთქვათ, გაიაროთ რაღაც პერიოდი თქვენი ცხოვრება.